დღეს ნანუკას ფონდის დამფუძნებელმა ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ქართული ოცნების პროკურატურას ოფიციალური წერილით მიმართა, რათა უწყებამ გააცნოს საფუძვლები, რომელთა გამოც ნანუკას ფონდი დაყადაღდა. ჟურნალისტის თქმით, მას ასევე აინტერესებს, როდემდე იქნება დაყადაღებული პროევროპული პროტესტის მხარდამჭერი ფონდების ანგარიშები და ვინ არიან პროკურორები, რომლებიც ამ საქმეს იძიებენ. ნანუკა ჟორჟოლიანმა მედიასთან თქვა, რომ მის სახლში ჩხრეკის ჩატარებასაც ელის და ვარაუდობს, რომ ამის შემდეგ ბრალს წაუყენებენ. ნანუკას ფონდი აქციების ფარგლებში დაპატიმრებული ადამიანების ოჯახებს აქტიურად ეხმარებოდა, ასევე აფინანსებდა სხვადასხვა მოხალისეობრივ აქტივობას, მათ შორის დააფინანსა გურიაში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულთა დახმარება. ფონდიდან ფინანსდებოდა სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის სხვადასხვა დახმარება, მათ შორის მკურნალობა. ნანუკას ფონდთან ერთად დაყადაღებულია პროსპერითის ფონდი, ერთმანეთისთვის, ასევე ორგანიზაციების სირცხვილიასა და ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშები. პროკურატურის გუშინდელ განცხადებას ცილისწამებას უწოდებს ფონდი ერთმანეთისთვის დამფუძნებელი გუგა ხელაია. პროკურატურის განცხადება არის ჩვეულებრივი ცილისწამება. ჩვენს ფონდს ერთი ტრანზაქციაც კი არ აქვს შესრულებული იმ დანაშაულებით, რაც მაგალითებად მოიყვანეს. ერთმანეთისთვის იმიტომ დაერქვა, რომ ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფ ინდივიდებსა და ოჯახებს დავდგომოდით გვერდით. აბსოლუტურად ყველა ტრანზაქციაზე იმავე წამს გვაქვს გადახდილი ყველა სახელმწიფო გადასახადი, პლუს დეკლარაცია შევსებული მაქსიმალური სიზუსტით და ყველაფერთან ერთად არც ერთ ჩვენს თანამშრომელს ჩემი ჩათვლით ერთი თეთრიც კი არ მიუღია 3 თვის განმავლობაში. არც ხელფასის, არც ბონუსის და არც რაიმე ადმინისტრაციული ვალდებულების გასასტუმრებლად. მეილების თანხებსაც ჩემი პირადი ანგარიშიდან ვრიცხავ ფონდზე, რომ ეგეც კი ჩემი პასუხისმგებლობა იყოს და არა შემომწირველის. ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ საბანკო ვალდებულების, ქირის, საკვების, მედიკამენტების, ექიმის მომსახურების და ელემენტარული თვითგადარჩენისთვის საჭირო რეალობის მისაღწევად. სხვადასხვა ფონდისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღებას სოციალური სამართლიანობის ცენტრი განცხადებით გამოეხმაურა და დაწერა, რომ ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო მუხტის შემცირებას და აქციების მონაწილეთა დასჯას. როგორც ორგანიზაცია წერს, პროკურატურას არ დაუზუსტებია ყადაღის დადების სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის ის, თუ საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რომელი საფუძვლით განხორციელდა ფონდების საბანკო ანგარიშების დაყადაღება. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღნიშნული ფონდებისთვის ყადაღის დადების საქმეზე ამ დრომდე უცნობია კონკრეტულად რომელი სამართლებრივი საფუძვლით და რა შინაარსით არის ყადაღა დადებული, პროკურატურის მსჯელობაში უკვე ჩანს რამდენიმე ძირეული სამართლებრივი პრობლემა. პოლიტიკური პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის მატერიალური დახმარება, ისევე როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევებზე მოქალაქეებისთვის არაპროპორციული ჯარიმების გადახდა საზოგადოებრივი ფონდების მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ წარმოადგენს უკანონო საქმიანობას და ის არ შეიძლება კონკრეტული პირების დევნის საფუძველი გახდეს. პროკურატურის მიერ დასახელებული საგნები, რომელთა შეძენასაც ფონდები აქციებთან კავშირში ახდენდნენ, არ წარმოადგენს ან არ წარმოადგენდა უკანონო საგნებს. პროკურატურის განცხადებაში არ ხდება ფონდების დიფერენცირება, მათი პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზება და დასაბუთება, თუ კონკრეტულ ფონდებს რაზე ედავებიან. დღეს სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა დაყადაღებულმა ფონდმა პროსპერითი ჯორჯიამაც და განაცხადა, რომ საქმე სამართლებრივ ნონსენსს წარმოადგენს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ფონდი მუშაობს წესდებით განსაზღვრული მიზნების შესაბამისად და მათი საქმიანობა შემოიფარგლება საჯაროდ გაცხადებული ჰუმანიტარული ქმედებებით. როგორც ორგანიზაცია წერს, საზოგადოების წინაშე მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ფონდის საქმიანობას წარმართავს გამჭვირვალედ, მისი საქმიანობა არის საჯარო და კანონთან შესაბამისი. ოპოზიციის შეფასებით ფონდების დაყადაღებით ქართული ოცნება პროტესტის ჩახშობას ცდილობს. მათი თქმით, ოცნების ხელისუფლებას ამ ფორმით მოსახლეობაში შიშის დათესვა უნდა. უნებრივია, რომ ფონდების დაყადაღება ის არ არის არც პირველი, არც უკანასკნელი ამბავი, რასაც ქართული ოცნება აკეთებს. ამის შემდეგ საბოტაჟის საქმეზე ცხადია, რომ პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან დადანაშაულებულები, მაგრამ ძალიან არასწორი ადრესატია ნანუკა ჟორჟოლიანი. ჩვენ არ ჩაგიგდებთ ხელში ადამიანს, რომელმაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში სრულიად წარმოუდგენელი რაღაცები აკეთა. არც სხვა ფონდებს, თორე ჩვენ ვიცით ეს ადამიანი მიდის. რას ედავებით ნანუკა ჟორჟოლიანს, რას ედავებით კილაურის ფონდს, რას ედავებით სხვებს, სიკეთეს? ამ ხალხს ფული, ამ ფონდებს ფული ქონდა უბრალო ხალხისგან. ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება იყო მოპარული გადასახადების ხარჯზე. ჩვენ ვიზამთ ყველაფერს, რომ კიდევ ერთი სინდისის პატიმარი 1, 2, 3 ან 10 არ ყავდეს ამ ქვეყანას. ვერც ერთმა რეჟიმმა, ვერც დაჭერით, ვერც ცემით, ვერც დაშინებით, ვერც ზარებით, ვერაფრით ვერ დააშინა ჩვენი მოქალაქეები, იმიტომ რომ ამან ავტომატურად გამოიწვია უდიდესი სოლიდარობის მოძრაობა. ავტომატურად შეიქმნა ფონდები, ავტომატურად სოლიდარობის სივრცე გაჩნდა, სადაც მოქალაქეებს, ბიზნესებს, თავისუფალ საქართველოს თავისუფალ მოქალაქეებს ჰქონდათ საშუალება, რომ გვერდზე დადგომოდნენ ყველას, ვისაც ებრძვის რეჟიმი. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რეჟიმს
მიუხედავად იმისა, როგორი ძალის დემონსტრირებას არ უნდა აკეთებდეს, რეჟიმს ეშინია ჩვენი ერთობის, ჩვენი პროტესტის და ჩვენი სოლიდარულობის. ამიტომ გარანტიას გაძლევთ, რომ სოლიდარულობის და თანადგომის ფორმები იქნება მოძებნილი, როგორც ამ ფონდების მიმართ, ნანუკას მიმართ, ასევე ყველა იმ პროტესტის მონაწილის მიმართ, რომელიც 111 დღეა უკვე იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ფონდები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში და პროტესტი, რომელიც ხელს და ნერვებს უშლის ქართული ოცნების ხელისუფლებას, ცდილობს, რომ სხვადასხვა მეთოდით ამოქოლოს. ამოქოლვის ერთ-ერთი გზა იყო სწორედ ესეც, რომ დააყადაღეს ფონდები, რომ ამ მიმართულებით ამდაგვარი პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა სულ უფრო და უფრო მცირე იყოს. ყველაფერი ეს ემსახურება დაშინებას, სკოლებში ოდეერების შემოყვანაც ემსახურება დაშინებას, ფონდების დაყადაღებაც ემსახურება დაშინებას, ჯარიმების გაზრდაც ემსახურება დაშინებას. ყველაფერი ემსახურება დაშინებას, მაგრამ დაშინება როცა ეფექტური არ გამოდის, მერე უკვე კიდე შემოდის სხვადასხვა მექანიზმები. ცხადია ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, როცა წარმოიდგინეს, რომ წამალს რო აწვდის ფონდი ადამიანს გაჭირებულ ადამიანს ეხმარება, ან საოპერაციო ხარჯებს ასე ვთქვათ უფინანსებს, ან მაგალითად გურიაში ხო, სტიქი დაზარალებულებს ეხმარება, ანუ წოლიარე ავადმყოფებს ეხმარება, ვინც შეუძლოთ ადამიანს და ფინანსურად ეხმარება. ამ დროს აიღო ივანიშვილმა რუსმა ოლიგარქმა და ესეთი ფონდები დააყადაღა. ცხადია ეს არის დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, ზოგადად ადამიანებს ესე უყურებს, რომ ასე ვთქვათ თუ ვინმეს აკრძალა, სოლიდარობა აკრძალა, მათ შორის პატიმრების და ეგეთი რამე მართლაც საბჭოთა კავშირის დროს არ აუგზალიათ, არ მახსენდება, რომ პატიმრების დახმარება იყოს აკრძალული. ეგეთი სიგიჟე არავის არ გაუკეთებია, ამათმა გააკეთა. ქართული ოცნების პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ ფონდების დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ფონდი უნდა იყოს გამჭვირვალე, სრული ინფორმაცია უნდა ქონდეს საზოგადოებას, რას და რისთვის აკეთეს, მაგრამ შეიძლება კეთილი საქმის კეთების პარალელურად აკეთებდეს ისეთ საქმეს, როგორიც არის, თქვათ, წახალისება დესტრუქციული მოქმედებების, დესტაბილიზაციის პროცესების წახალისება და ეს არ არის გამონაკლისი და არც რაიმე გასაკვირი არ იქნება იმაში, რომ სწორედ ესეთი საკითხები იქნეს გამოაშკარავებული, ეგ ერთი და მეორე რასაკვირველია ფონდებს ჭირდება შესაბამისი დაფინანსება. და რეალურად ამ დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებითაც უნდა იყოს ინფორმაცია საკმაოდ ისეთი ღია. 17 მარტს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ნანუკას ფონდი, პროსპერიტი ფონდი, ერთმანეთისთვის, სირცხვილია და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი, ეგრეთ წოდებულ საბოტაჟზე იმ გამოძიების ფარგლებში დააყადაღა, რომელიც ქართული ოცნების მხარდამჭერი მოძრაობის ნეიტრალური საქართველოს წევრის ვატო შაქარაშვილის ორგანიზაციის მიმართვის შემდეგ დაიწყო. გამოძიება, რომელზეც პროკურატურა მიუთითებს 2025 წლის 8 თებერვალს საბოტაჟის დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე დაიწყო. პროკურატურის მტკიცებით, ფონდები თანხებს წარმართავენ უკანონო ღონისძიებების დასაფინანსებლად, ასევე უწყების ცნობით ისინი ფინანსური რესურსების ძირითად ნაწილს მიმართავდნენ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისებისთვის. ქართული ოცნების პროკურატურა თავის განცხადებაში ასევე წერს, რომ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებისთვის ხშირ შემთხვევაში ფინანსური სახსრების შეგროვება და მიწოდება ეგრეთ წოდებული ფონდების მეშვეობით ხორციელდება.